მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დღეს ვაპირებ ვნახო Gravity Falls-ის 3 სერია, ცალ-ცალკე ვიდეოებში რა თქმა უნდა. არ უნდა მეთქვა ახლა ალბათ 2 წამით იმედი გექნებოდათ რომ ერთ ვიდეოში, მაგრამ არა. 3 სერია, მაგრამ არა ვნახავთ მაინც thumbnails და აღწერილობას. ახლა ვნახავთ ერთ სერიას და შემდეგ ვიდეოში ვნახავ 2 სერიას და შევეცდები მაქსიმალურად ერთ დროს თუ არა ერთ დღეს დავდო, არ ვიცი, იმიტომ რომ ისედაც ძალიან ჩამორჩით ყველაფერს. მინდა ვთქვა, რაც უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა. ცოტა მიჭირს ხოლმე გადაღებაც და დაედიტებაც ვიდეოების, მაგრამ რამდენად სასაცილოა არ უნდა ჟღერდეს, შემიძლია ლექციების დროს შესვენებებზე დავაედიტო. ცალკე ჩავიწერ ვიდეოს მაგასთან დაკავშირებით, არის საჭირო ახლა ლაპარაკი. Gravity Falls მეორე სეზონის მე-6 სერია Little Gift Shop of Horrors. საინტერესო სათაურია. ჰორორ სერია თუ იქნება გამიხარდება ძალიან. იმიტომ როგორც ადრე ვთქვი, პირველი სეზონის ჰელოუინის სერიაში, რომ ჰელოუინი არ მომწონს როგორც დღესასწაული, მაგრამ მომწონს ჰელოუინისთვის სპეციალურად ჰორორ სერიებს რო უშვებენ. ასე რომ ხო, დავიწყეთ. Gravity Falls-ი მეორე სეზონის მე-6 სერია 3-2-1. და მაინც მაშინ უთხრებათ მეზობლის წაგლებს ყეფა, როცა ვიდეოს გადაღებას ვიწყებ. ტრადიცია ეს უკვე. უკვე ეთყობა ჰორორის. სტენი. აქედან შენს ხმას ვერავინ გაიგებს. არა ჩათვალეს არ მითქოს. რადგან აქ ხარ შემოდი. თუ შემოხვალ. მე ამბები უნდა მოისმინო. ამბები საკონლის გასაყიდად მოგონილია. ეს ახლა მინდა რა თქვა რამე რეკლამის სპონჯი ხო არ არის თქო. ეს უცნაური იყო. მაგრამ დამაინტრიგებელი გასაწყისი. ეს ინტროს სიმღერა, მუსიკა უფრო სწორად ინტროს სიმღერა თითქმის არ არის. ნორმალურია, ცუდი არ არის, მაგრამ ძირითადად რა ვთქვა, მარტო იმიტომ მომწონს ასე რომ ალბათ მივაჩვია ამდენი ხანი რომ უსმენ. თორე ისე დასაწყისში დინად ძალიან არ მომწონდა. ის მოგწონს? არა. არა. ანუ ხელები გაიგებს. ასეთი ძვირი რატომ არის? ამისთვის ისტორია უნდა მოისმინო. არა მართლა, გაუშვი, ეგ არ იქნება. მაშინ ასე ხელი უშვი. ვასრობა რა კარგია. ნახე თუ ფასო საგანძური. ეს თავი ყველაფერზე მეთანხმება. ვაუ. რასაც ვამბობ. პროფესორის ეთოლები, გენიოს მაჩენს. არა, ვაისტებილს გაჩეთ. ახლა ნახავთ როგორ უნდა ვაჭრობა. ძნეულო, რა ღირს ნაგავი საათები. შენთვის გაყიდვაში არ არის სტენბაის. ეტომ? ქარის შენს სახელს ჩურჩულებს. გასაგებია რომ უცნაური ხარ. ნაკლები ლაყბობა მეტი საათები. ხელი მოაჩორე ჩემს საათს. იგია. კომუნიკაციის პრობლემები აქვს. და დაკვირვების პრობლემებიც. აუ. ოჩა, უნდა ხედავ. სტევლას უნდა ელოდო. სტევლას უნდა ელოდო. ვინმე სველი საბანი არ გინდათ? ვიდით. სტენ.
წევა. ხო, როგორ არა? მოიცა. ეს რა ხდება? როგორ ჩანს გამოვწვერი? ოპა. ბავშვებო, სადილის როა. ხელები არ გაქვს. რა მოგივიდა? ნამდვილად. ცოტათი დავიწყებლე. მერე რა, საათი ხომ იხდება? მოიხსნი. სულელი კაცი. ჯადოქარს მოპარა. რაც შენი არ არის, უნდა დააბრუნო. ასე უკეთესია. თომ გითხარი, საათი დააბრუნე და ბოდიში მოიხადე. და ბოდიში აქეთ მომიხადოს რომ არ მომჭირდა. რატო აუ თავგანასწორების დროს ქონდა ზუსტად ასეთი სერია. ვისაც ნახებთ, გახსოვებათ, ჯეიკ ბარო წერები დაკარგა. აუ. მეიბელ, ბაბუძიას ხელები გაუკეთე, კარგი? შეეგებე შენს ახალხერებს ჭყალებში. ჩვენიერია. ელი არ მჭირდება. აუ. სად ვარ ახალი ცხოვრებისთვის. ალბათო? ო. მისტერ ბაინს, როგორც ყოველთვის კვერცხების როლა ვითამაშოთ? არა ჯიმი, დღეს არა მოიცადე. დღეს არა. მოვძებნოთ ის ჯადოქარი. ნამდვილად. ასრობის მონაცემების მიხედვით ჯადოქარი საზარელ ხელის ბუნაგში ცხოვრობს ხელის მთაზე. ზაგმარისია. ეს იგივე მთახო არ არის. მრავალ დათვარო ვნახეთ. მე ვერსად შედიხებოდი. ნამდვილად. გეყოთ მხარზე დახმა. ო, ხელები. ხელები, რამდენი ხელია? ესეც შენ ჯადოქარი. დაკარი ხელი. გესმით ჩემი? ზაზის გაროხუდიანო გავიგე. მოპარვა არასწორია. ახლა ხელები დამიბრუნე. რაღაც ჯესტი მინდა გაჩვენა. ვაუ. ხელებს ასე მარტივად ვერ დაიბრუნებ. სულები ამბობენ, რომ წყელას მხოლოდ კოცნა დაამსხვრევს. შა? კარგი ბავშვებო. სხვაგან გაიხედეთ. არა, რაღაცას ჩარტ. არა. დაივიწყე. მაგას არ ვაკეთებ. შანსია. ხელები ასე ძალიან არ მჭირდება. ახლა რაღაცას იგონებ. დავედით ბავშვებო. არა, მოიცადეთ. მართლები ხართ ვიტყუებოდი. მინდა ვაუ. რომ გამომივიდეს, ვინმე გავიცნო. ამას ბაიმანის გამოვიდებ. სასოწარკვეთილი ვარ. აქ თუ ვინმეს მოვიყვან, ხელები თუ არ წავართ, ისე გარბია. აჰა. ხო, აკავრობა შეხედე. გამოქვაბულისთვისაც კი აქ საშიშია. ხო. შედერის გაკეთება შეიძლება. ხელშანდალი. მე ცოცხალი ხელები არიან ესე. ჯადოქარს ეს მასწავს. ხოდა მიყურე როგორ გადავაკეთებ აკავრობას. შეცვლა. შეცვლა. გარდაქმნა. ყველაფერი შეიძლება. დრო ანახო ახალი გამოქვაბული. კაცებს აუცილებლად მოეწონებათ. ან დაფრინავენ ეს ხელები. ასევე კომპლიმენტების ციგნიც დაგიტოვე. ღმერთმანი, არ მჯერა რომ ეს იგივე გამოქვაბულია, სიტყვებს ვერ პოულობ. იქნებ ხელები დამიბრუნო. ხო რა. მართალია. და განკალა, გავივა. ომი გადრეს. კარგად ხარდაო. ახლა იგნები ჩემი შეყვარებული. არა, არა დროს. ვერაფერი ვისწავლე. დავუბრუნდე მარტოობას. თებში დავიგე. შეიძლება გამიჯერ დავჭე. ხო, შემოდი. აჰა. ეგ შარვალი კოსმოსიდანა? უკანალი აქაურს არ გაქვს. მადლობა.
მადლობა შემჩნევისთვის. არის. გასაგებია ხელები არ მინდა. იქნებ მაგიურმა გოჭმა და გაინტერესებს. ანუ ეს თელესერია ასეთი იქნება, პატარა ამბებით, მერქენი გავიდა. 8 წუთი. მაგიური გოჭი. ასე ჩვეულებრივი ჩანს, მაგრამ ძალიან საინტერესო ისტორიების გამოყენება შემიძლია მას. ბაჯბაჯას ისტორია ვიცით. დაფიქრებული სურვილი. Ebeconings. თუ ებრეკო, მეცეცა. Ebeconings. პორტუგალიის ზამაში. ამოხსენი ეს ტესტი და შენი სურათი ხუთზე დაიბეჭდება. Wow. დათვლილი რეკლამა. ნამდვილად. მიდი. საინტერესო ფასია ეს. სამწუხაროა, მაგრამ ხაზზე ვეღარ დავრჩებით. შეთანხმება არ დაარღვიო. რაგერს, ჰოგმა, ის უკვე შეჭამა. მეიბელ ხმას დაუძია. სიჩგვიანის ტესტი წუსნი, მაგრამ შეუძლებელი ჩანს. იქნებ საკმარისად ჭკვიანი არ ხარ. Wow. მაგასაც ვნახავთ. გრაბიტი ფოლსის მართლობად. გონების გასაფართოებლად გრაბიტი შუქზე უნდა დაიდავოთ. კარგია რომ ახლა იგივე მინისერიებს ვაკეთებთ, ანუ არასიუჟეტურ სერიებს ნაშრობით წიგნით, როგორც წინა პირველ სერიაში, თუ როგორც პირველ სეზონში ქმნით ფაქტობრივად რა, რაც საინტერესოა იმ ნაწილს რო ვიღებთ, მაგრამ ახლა უკვე შესწორებული ვერსიით, ანუ განათებული ვერსიით. უკვე ვგზნობს სიჩგვიანის. პისტიების 3.1 4.5 და ასე შემდეგ. ეს მინდა. მეიბელ? ლიბერ შეხედე. ბაჯბაჯა. მოგიწონით მეგობრებო. ბაჯბაჯა გოჭება. კაი, მეთქი ლაპარაკი ისწავლა. ჭკვიანი სული ჩაგისახდა? მესმის ჩემი ტრანსფორმაციის საწყობი პრეზენტაცია. მაბადია ჩემი კვლევები გამოუსადეგელია. ვინი სითხე, შენ შეჭამი არა? ასე არ შეიძლება. გოჭი უნდა ხრუტუნებდეს. ახლა გოჭი ყველაფერს იზამს რაც მოუნდება და ცოტა შუქს სიბნელეში აჰა. ეს თამაში დამხსენი. როგორ შეძელი? გასწავლი ამას ტიპები. კიდევ ბევრ ამას. ასტროფიზიკის საიდუმლოებები და მომწონს ახალი ბაჯბაჯა. ის მეიბელს არ მოსწონს. სვანეია. მაგარი რაგედა. მე და შენ რაღაცები უნდა გამოვიგონოთ. ბაჯბაჯა რკინა დილის ხუმრობები ჩაიწერა ჩემთან ერთად. არა. მეიბელ ამ გოჭმანიჭის სამყაროს უნდა გაუზიაროს. მაბადიეთ მეიბელ. კუვილის ხმაზე სიცილის გარდა უამრავი ცნოს. კარგი. უჩემიწედით. საწყალი მეიბელი. აუ. რანი, ხეში გამიჭედა. ყველაფერი მეზიზღება. ჩვენ დაგეხმარებით. შეურაცხყოფა ბუნებას. შეურაცხყოფა ბუნებას. ეს რეაქტიული ჩანთა გამომაკლი და სამყარო თვითონ რეაქტიული ჩანთა. დაივიწყე. არა. გრენდა საყვარელ ბიჭებს და ათვალიერებს. არა, გრენდასთვის ამის მიცემა არ არის კარგი აზრი. ცის დედოფალი ვარ. მაგარი ჩანთა იყო. კენდის შექმნილი ლაზერული იარაღი არ დაგავიწყდა. კარგი რა, კენდის და გრენდას არ უნდა ანდოთ ასეთი რაღაცები. მოგესალმებით ყველას. დღევანდელი თემა ნაგლობა და მოწყენილობა. მარტოობა. რა გიქნა იმ სიტყვა? ასე ხომ ბედნიერი აღარ ხარ. ჯერჯერობით ეს შენი საუკეთესო გამოგონება. ასე ყველა პრობლემას გადავწყვით. ბევრი გემრიელი კარტოფილი მომიტანე ჩემი მსუქანი მუცლისთვის. აუ, კარტოფილი. მეიბელ, შენ ახლა ჩვენს საუკეთესო გამოგონება შეესწრები. გონების ამოჩქარებელი.
გონების ამაჩქარება. მხოლოდ აისბერგის ვერი იყო. ამით ბაჭბაჭას სამყაროს ყველა საიდუმლოს ამოიცნობს. კარგი იქნება ისე. რატომ ამ ბიჭებს უწუставენ? ეს რა საიდუმლო. ცნობილი გახდება. მეცნიერებს და პრეზიდენტებს გაიცნობს. იქნებ შარლის ჯაჭმა მოსწავლე. ყველა გაიცნობს. შარვის ჯაჭ. ეს როდის გამოიცლი? მე შენი მეგობარი ვარ. ისევ მეგობრები ვართ, მაგრამ ახლა ხალხს ვეხმარები. მე მინდა მეხმარება. უნდა სულ სროლის გაცნობაში იყო? ამ სითხემ შენი ნამდვილი პიროვნება დაგავიწყა. არ გახსოვს? აჰა, გახსნა. და ეს პირველი დღე იყო ზუსტად როგორ გაიცნო. ვახსოვს დროში მოგზაურობის სერია. მართალია. რა აზრია სამყაროს დახმარებას თუ საყვარელ ადამიანს ვერ ვუშველი? აჰა. კარგია რომ სულ ველზე გადასართავი გამოვიგონე. ვაუ. არა ბაჭბაჭა, მოიცა. შენ ხო გაქვს უკვე? აბადიედები. დაიმახსოვრე მეცნიერება მთელი ჰორიზონტია და არა დასაჯერი პრიზი. აჰა, საინტერესო ფრაზაა. ბერება მომინაჭრა. აჰა. ბაჭბაჭა. ანუ კაი, მანქანა გადაიწვა. მეგონა შეიძლება კიდე ჭკვიანზე გადართვას. მე ვიცი რაც გადაგებიერებს. ჩვეულებრივი გოჭის, ჩვეულებრივი ჩახვდება. რომ ალბათ. რაცველი ტიპერი. არა, მართლა როწონს. კარგი გოჭი ხარ. მართალი ხარ. არი კიდო გოჭი. სახლში სრულ არ შეიძლება. ბაჭბაჭას კიდო არც მო. აუ. სახლში არ ვიცვით. იქნებ სხვა რამე დაგაინტერესო. საშიშ ფილმებზე რა სიტყვი? ჯართავ ფილმს. გოგო შეეშინება, ზედ მოგეკრობა. მერე შვილი უნდა გაძარდო. თავზე დაგენგრევა. ბოლო ნაწილი დაიბესდა. გამბავს. არ გინდა. ტიხის დღე ეწოდება. შენი შეძელი. შიმერი ვარსკვლავთა. არა შენ შეძელი. რადგან შენი თავის შენი გზამდა. თავის გზამდა. ყველაფერი საშინელება იყო. 90 წუთი ციკლთან მიმაახლოვა. დროანა 90 წუთი. ხოცების ფილმები. ნუ იმზადეთ გაუგებარი ფრაზებისთვის და სიტყვებისთვის, რომელიც არ უნდა გამიმეოროთ. ზუსტად. შენ ვერაფერს მავნებ. აქ ოქროს შარვლისთვის მოვედი. რა ის. არა, მეიბელ. შენი და გაფუჭებულია. ვაუ. მეიბელს ველებული საშინელება და ანიმაციების ეშინია. სანიმაცია მაგასთვის. ყველაზე დიდი. კარგი რა. არაფერია ძალიანაც არ შეეშინდებოდა. ციკლოპის ძალიან შეშინდებოდა. ეს უბრალოდ ფილმია, ვერაფერს დაგიშავებს. მოლაპარაკო. ელოდები ამ პირს როდის გააღებ, რომ შიგნით ჩავიდნენ. რატომ აჩვენეს ფული? რამით უნდა დავეხმარო? Feeding Gravity Falls Origin. კარგი, თუ მეიბელს დაუმტკიცებ, რომ ფილმი ნამდვილი არ არის, დაწნარდება. არ ვიცი, ინტერნეტზე დაკვირვებით სპეციფიკების ოსტატი, ჰარი თიხაშვილი, განდეგილი შვილი. მარტო ცხოვრება უნდა მესმის. ობეზე გადავდრეთ. მეიბელ, ეს მონსტრების თიხის ფიგურები არიან, რომელსაც ნელ-ნელა ამოძრავებენ. აუ, თვალე. ანიმატორები ეწოდებათ. აჰა. გამარჯობა. მისტერ თიხაშვილო. ფიგურების დათვალიერება გინდა? აბარაცები არ ვართ. ხედავ მეიბელ, მხოლოდ სპეციფიკებია. შეგვიძლია გამოხვიდე. მომისმინეთ. ბოლო ჯერ გიმეორებ, რომ საშიში არაფერია. გარდა ამისა. ნელ-ნელა? ხელს გვიქნევს. ერთად გულს რომით გავიქცეთ. არ გამოვიდა. რა არის ეს? ეს ნამდვილია რა უნდათ? ვენ ჭირდებით.
სპეციფიკების ოსტატი. ჩემი ეფექტები გაცილებით ნამდვილია ვიდრე გეგონათ. აჰა. ეს ესე იგი. რაღაცა ცოცხალი იყოს. მართლა გონია რომ ფიგურებს თითო კადრისთვის ამოძრავებდი? ვაუ. ის ხომ არ ვარ. შავი მაგია გამოვიყენე მათ ასე მოძრავებლად. თავიდან კარგი იყო, მაგრამ ერთხელ არა. აჰა. ული სად არის? როცა აღარ მუშაობდნენ, მე დამიმონეს. ახლა კი თქვენს თიხის მონსტრებად გადაგაქცევენ და შეგიერთებენ. როგორც იქნება დონბაინს, საყვარელ რეჟისორთან იქნებით. ერთ გუნდაში. ვიშველეთ. მეიბელ უნდა გადაარჩინო ხალხი. როგორ დავამარცხო? ჩემს საყვარელ ნივთად შემეძლია გადავაქციო. აი ასე. ცალთვალა. ეს სახე უნდა მოგაშარო. კარგი. აჰა. თიხისა ბოსტოს. აი ეს სახე უნდა მოგაშარო. შენთვის დიდი გეგმები მაქვს. ჩანჩხება. თიხის ძიების დროა. რა? შიშიდათლია. მართალია რადგან თავისი თავის წამდა. მართალია ვარსკვლავგულა. ვარსკვლავგულა. მე დოპოჩეხ, ახლა აღარ გეშინია. ახლა ორ მაგათ მეშინია, მაგრამ შემიძლია. ოჩეხ. აბა დიერემ შეჭიეთ შემებარა. მართალი იყავი. დაშიში ფილმები ცუდია. და ალბათ ვირეცდება. ნუ ეს თოჩემო ყველა არა. აი ეს რამდენიმე საშიში ფილმი რომელიც მომწონს. ეს მართლა არის კარგი საყურებელი. თორსა მინდა და მეჩვენებინათ. ძალიან მიხარია რომ არც ერთი ჩვენანი თიხლა იყავდა. განდება. სუს. კედელში გავდივარ. ახლა უსაფრთხოთ ვართ. უსაფრთხოთ. არ მესმის, არც გოჭი გინდა. სუს. რა სიყიდი? ამ ელექსიერზე რა სიტყვი? აი, უფასოა. ჯობდა რა მეგეყიდა, მაგრამ არა უშავს. მალე რაღაც ახალი მექნება გასაყიდად. ბოლო ეგზემპლარი. სახელად უფულო. ხალი და ხამხამა. ოპტიკური ილუზია. გამოდით გაგანაგზეთ. არ გვანახებთ ტიპს. მართალია დამბალი ვარ. მინდა ექსიკიდან ოლიკი ვითამაშოთ. მე მინდა და ექსი ყოფილიყავი. მინდი და უთმე იქსობა. ვენდი? მოწერა? მე მინდა და ექსი ყოფილიყავი. მინდი და უთმე იქსობა. რა? ნაბადია, გადავიფიქრე. კარგი. ვიცი შემიძულებ, მაგრამ შეიძლება იქსი ვიყა. მიშველეთ. არ მგონია თამაში იცოდე. გახმოვანებულია აჯარენით კომისია. ანუ ეთქობა ვენდი არ ყოფილა უბრალოდ. აერიეთრი. რატომ მოვიდოდა ვენდი რაღაცის საკიდად? რა ჯანთა იყო ეს სერია? აშკარად საშუალო სერია იყო. მაგრამ მაინც ახლა საბოლოოდ რაკნა სტენმა აი ვიცი ეს თუ ის არის საიდანაც მოდის ანუ ეს თუ არის სტენის გზა რომ ახალი ეგზემპლარები ყავდეს მაშინ ეს ნამეტანი კრიპი საშიში და არანორმალური რაღაცა არის მე მინდა გითხრათ ნამეტანი არც კი ვიცი რა ვთქვა
მეორე სეზონის მე-6 სერია და უკვე ასეთი რაღაცა გავიგეთ. ნუ კაი. არა, გეუბნებით, სტენი არც ისე კარგი ადამიანია თქო და მაინც ახლა სტენის ჩანდა უარყოფითი თვისებები ხშირად, ძალიან ხშირად. მაგრამ მაგისეთის გამკეთებელი თუ იყო, ვერ წარმოვიდგენდი. დიდი ალბათობით ახლა გაუშვებს სამუდამო დარეყოლებმა, მაგრამ მაინც თვითონ აზრი რომ ადყავდეს ადამიანი ცოცხალი. გეუბნებით Gravity Falls ეგეთი დებილი პოლიცია რო არ ყავდეს, უკვე დაჭერილი ეყოლებოდა სტენი. ბევრჯერთან. ასე რომ ხო, ზოგადად ეს მინი ისტორიები ნორმალური იყო, რა ვერ. ისე სერია ცოტა საშუალო იყო, დიდად რო გითხრათ რომ მომეწონა არა. ფინალმა გაკაჩა ნამდვილად თიხის არსებებმა და იმ ბოლო ნაწილი რა ჯამდება იყო, კიდე ერთხელ გავიმეორებ. უკეთესი იყო ბევრად ვიდრე Bottomless Pit, ანუ უციროხრელი მაინც ცოტა ესეთი ნაკლებად მოსაწონი სერია იყო. მაგრამ ეს ნორმალური იყო მეტნაკლებად, საშუალოდ ნორმალური. კარგი. დეგემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი ხით, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისკილაკი. მადლობა ყველას ხანდაჭერისთვის და ისურვებთ საუკეთესო დღეს. კარგად ბრძანდებოდეთ.